ვაგრძელებთ სერიას ერთი დღე მეცნიერის ცხოვრებაში. აქ პირველად გამოგვიძა რამ დიდი ხნის განმავლობაში და ამიტომ მაქვს ასეთი ბედნიერი სახე. როგორც იქნა მეძინა 6 საათზე მეტი. ასეთი მშვენიერი დილა დამხვდა უტრეხტში უკვე გათენებული თან. დღეს უნივერსიტეტში მივდივარ, ამიტომ ცოტა უფრო მეტი საქმე მაქვს დილით. ვიწყებ რა თქმა უნდა თავის მოწესრიგებით, თბილი წყლის სმით და თმის დახვევით. ეს ბოლო პერიოდია ჩემი ვუფი მიჩვენებს, რომ დღის დიდ ნაწილს მაღალ სტრესულ ზონაში ვატარებ, ამიტომ დილით სახლში ყავა აღარ გავიმზადე, მხოლოდ ვისაუზმე და დავიწყე სამზადისი. ყვითელი და ყავისფერი ჩემი ბოლო დროის საყვარელი კომბინაციაა და საერთოდ მუქი ყავისფერი არასდროს მიყვარდა ცხოვრებაში და ახლა მივხვდი რამდენი რამე დამიკარგავს. ზამთარს ეძონზეო თუ როგორცაა, მიუხედავად იმისა, რომ მილიონი ფენა მოვისხი ზემოდან, მაინც გავიყინე გზაში და გათოშილი ხელებით გზიდან ვერაფერი გადავიღე. კეთილი იყოს თქვენი ფეხი უტრეხტის სამეცნიერო პარკში. პირველ რიგში მივდივართ ბარათის ვერიფიკაციაზე და კიბეებით ავდივართ ჩემი ოფისისკენ. ჩემი შეხვედრა ამასობაში 1 საათის ადრე გადმოუტანია ჩემ ხელმძღვანელს და არ შემიმჩნევია აქამდე, ამიტომ დავლაგდი თუ არა მაშინვე მომიწია გაქცევა. იმდენი ხანი გაგრძელდა, რომ ლანჩამდე ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი და ამიტომ არაფერი გადამიღია. ეს წინა დღის გამზადებული ტუნას სალათი და ვაშლი. აქ უკვე სადღაც 5 საათია და ჩემი მდგომარეობა მეოთხე შეხვედრის შემდეგ. 5-6 საათისკენ ავიკაზმე და წამოვედი სახლისკენ. უკვე ბნელა რა თქმა უნდა და ერთი სული მაქვს როდის დაგრძელდება დღეები. სახლში მოსვლისთანავე პირდაპირ სავარჯიშო ტანსაცმელით ჩავიცი, რომ პილატესიან იოგა არ დამიგვიენდეს, სანამ ვივახშმებ და საკვების კომაში ჩავვარდები. ბოლო თვეებში დავიწყე ასეთი ფეხის სიმძიმეებით პილატესის ვარჯიშის კეთება და დიდი რეკომენდაციები ჩემგან. ჩემი საყვარელი Boho Beautiful-ის 45 წუთიანი პილატესის ვიდეო გავაკეთე და ეს არის ჩემი საღამოს რუტინა, როცა დრო მაქვს და არ მეზარება. დევიდი შვედეთში გადავიდა ცოტა ხნის წინ და საღამოობით მაინც ვცდილობთ ხოლმე რომ დავრეკოთ. მოვიდა ისევ ჩემი საყვარელი Tom Lake-ისა და შემდეგ უკვე ნანების დრო. კოცნით და გეხვევით.